თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. რუბრიკაში განათლების გზამკვლევი გაგაცნობთ ფორმალური და არაფორმალური განათლების შესაძლებლობებს. მოგესალმებით, მე ნანა ყავრელიშვილი ვარ. დღეს ვიმყოფები სამცხე ჯავახეთის ფერმერთა ასოციაცია ერთობის საერთო კრებაზე. არ ვიცი, რამდენად გახსოვთ, დაახლოებით რამდენიმე კვირის წინ მე შემოგთავაზეთ საინტერესო ინტერვიუ, სადაც ვსაუბრობდით ფერმერთა ასოციაცია ერთობისა და საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია ახალციხის ოფისის მიერ განხორციელებულ საინტერესო პროექტის შესახებ, რომელიც ახალგაზრდების გადამზადებას ემსახურებოდა სოფლის მეურნეობის დარგში. დღეს კი ფერმერთა ასოციაცია ერთობა სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მართავს საერთო კრებას. უნდა აღინიშნოს, რომ ფერმერთა ასოციაცია ერთობა 2015 წელს დაარსდა და დაახლოებით 10 ფერმერმა მეცხოველეობის დარგის მიმართულებით ჩამოყალიბა ასოციაცია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასოციაცია იმართება ფერმერების მიერ და სწორედ დღეს ასოციაციის საერთო კრება იქნება ერთგვარი მაგალითი იმის, თუ როგორ ხდება თუნდაც გასული წლის საქმიანობების შეჯამება და მომდევნო 2026 წლის საქმიანობების დაგეგმარება. მე ვეცდები, რომ ეტაპობრივად გაგიზიაროთ კადრები სამუშაო პროცესებიდან და ასევე ფერმერების სხვადასხვა დარგიდან ჩავწერო, რათა მათ უფრო მეტად გითხრან, თუ რას ნიშნავს იყოს ასოციაციის წევრი, რა საქმიანობებს ახორციელებენ და რამდენად ღირებულია რეგიონისთვის არსებობდეს მსგავსი ორგანიზაცია. ასევე ვეცდები, რომ გავესაუბრო საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია ახალციხის ოფისის ხელმძღვანელს. არ ვიცი, რამდენად გახსოვთ, მაგრამ სწორედ ზურასთან მქონდა საუბარი, თუ როგორ ფუნქციონირებს სამი პარტნიორი ორგანიზაცია ერთმანეთთან. პირველი ეს არის ფერმერთა ასოციაცია ერთობა, მეორე რომელიც ვახსენე ტექნიკური ჯგუფი, ანუ საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია ახალციხის ოფისი და ფრანკ ფერმერთა ასოციაცია ფერდი, რომელიც არის აი ამ საქმიანობის მხარდამჭერი ორგანიზაცია. ასე რომ გავამყევით, წინ საინტერესო კადრები გელოდებათ. მოგესალმები ბატონო თამაზ, მიხარია რომ დღეს თქვენთან ასოციაციის საერთო კრებაზე ვიყავი, როგორც გავიგე, ასევე თქვენ ხართ ასოციაციის პრეზიდენტი და ჩემთვის საკმაოდ საინტერესოა მოვისმინო წარმომადგენლის ასე ვთქვათ მოსაზრება, რა მნიშვნელობას ატარებს ზოგადად ასოციაცია, რომ რეგიონში არსებობს, ასევე როგორც აღინიშნა მიმდინარე წელს უკვე სამ დარგს აერთიანებს ასოციაცია, თუმცა მანამდე მეცხოველეობის მიმართულებით მუშაობდა, თუმცა დღეს მეკარტოფილობა და მეფუტკრეობის დარგებით შეიერთეთ და რა როლი აქვს თქვენი აზრით, რომ რეგიონში არსებობს მსგავსი ტიპის ასოციაცია? მოგესალმებით. დიახ, დღეს ჩვენ გქონდა ასოციაციის საერთო კრება, სადაც შევაჯამეთ მიმდინარე წელი. ასე თუ ისე ნაყოფიერი წელი გამოდგა როგორც ასოციაციისთვის, ასევე ასოციაციის ფერმერებისათვის. მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლამდე ასოციაცია ფუნქციონირებდა მხოლოდ ერთი, მუშაობდა კონკრეტულად მესაქონლეობის მიმართულებით, მაგრამ მიმდინარე წელს რეგიონში აქტუალური სამეურნეო დარგებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება ასოციაციამ, რომ დაგვემატებინა ისეთი აქტიური დარგები, როგორიც არის მეკარტოფილეობა და მეფუტკრეობა. აქედან გამომდინარე მიმდინარე წელს ასოციაციამ დიდი რესტრუქტურიზაცია განიცადა. ამან მოგცა ასევე ფერმერების სწრაფად და მკვეთრი ზრდა ასოციაციაში, რაც საბოლოო ჯამში ასოციაციას სიძლიერესზე მიუთითებს. რაც შეეხება რეგიონში საინტერესოებას და საჭიროებას, გეტყვით, რომ ასოციაციას ყავს ყველა მიმართულებით სპეციფიკაციებიდან გამომდინარე ტექნიკოსი, რომლებიც უწევენ ფერმერებს შეიძლება ითქვას უფასო მომსახურებას, თუმცა უფასო მომსახურება შეიძლება ითქვას გადაჭარბებით ნათქვამია, ვინაიდან და რადგანაც ასოციაციის წევრობა არა მარტო ვალდებულება, არამედ რაღაც ის უფლებაც გაქვს და ასოციაციის წევრობა მოგახსენებთ, რომ არის ფასიანი, რა თქმა უნდა ეს მიზერული თანხაა და ამ თანხით არანაირი მომსახურების მიღება პრაქტიკულად ვერ მოხერხდება, თუმცა ყავს ჩვენ სხვა დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ამ თანხებს ფარავენ და ტექნიკოსების მომსახურებაში შეიძლება ითქვას გვეხმარებიან. რაც შეეხება გეტყვით იმას, რომ მიმდინარე წელი ყველა მიმართულებით სამივე დარგისთვის განსაკუთრებით რთული იყო, შეიძლება ითქვას მეტნაკლებად რბილი დარგი იყო მიმდინარე წელი მეკარტოფილეობისათვის. მიმდინარე წელის გამოწვევებთან საბრძოლველად ჩვენ ტექნიკოსები აქტიურ მხარდაჭერას გვიცხადებდნენ და რაც შეეხება
თუ ჩვენ გვეყოლება ძლიერი ფერმერები და რომელსაც ექნება თანამედროვე ტექნიკასთან და ტექნოლოგიებთან წვდომას, მე დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტ პროდუქციის და ჯანსაღი პროდუქციის შექმნას მოახერხებენ, შეძლებენ, ასევე გაზრდის ეს პროდუქციის როგორც ხარისხს, ასევე რაოდენობას, რაც საბოლოო ჯამში ადგილობრივი რეგიონის სიძლიერეზე მიუთითებს. ადგილობრივი რეგიონის სიძლიერე კიდევ მე ვფიქრობ, ამჯერავს ამის, რომ ეს არის ქვეყნის სიძლიერე და ძლიერი ფერმერი ვფიქრობს, რომ ეს არის ძლიერი ქვეყანა. და ჩემთვის საინტერესო იყო, რომ ეს ასოციაცია არის ფერმერების მიერ მართული. და სწორედ ეს საერთო კრება არის იმის დასტური, რომ გარდა იმისა, რომ წელი შეაჯამეთ, ასევე თქვენ მომდევნო წლის საქმიანობებით დაგეგმეთ. მცირედი ინფორმაცია რომ გაგვიზიაროთ, რას ინიშნავს, როდესაც ასოციაცია იმართება ფერმერების მიერ და არა ვინმე ზემდგომი ორგანიზაციების მიერ, იმიტომ რომ სწორედ თქვენი მიზანიც არის, რომ ფერმერების საჭიროებებს მოერგოთ და ამ საერთო კრებიდან წამოვიდეს ის გამოწვევები, რაც თითოეულ მეურნეობაში არსებობს და იმის მიხედვით ტექნიკურმა ჯგუფმა შესაბამისი მხარდაჭერა გაგიწიათ. ასოციაციის ფერმერების მართვა, ვფიქრობ, ეს არის ძალიან საინტერესო და მეტად საჭირო საკითხი, რადგან როდესაც ფერმერები ვზივართ, მიუხედავად იმისა, ესენი სხვადასხვა მიმართულებით ვართ ხშირ შემთხვევაში, მაინც მეურნეობა ყველა დარგში ასე თუ ისე მეტნაკლებად ერთი და იგივე პრობლემებთან გვიწევს საუბარი და ჩვენთვის ძალიან მარტივია ვისაუბროთ ჩვენს თანამოაზრეებთან იმ პრობლემებზე, რა პრობლემებიც კონკრეტულად ამ მომენტში არის. მე თუ პირადად ვისაუბრებ ჩემს პრობლემაზე, ჩემს მეურნეობაში არსებულ პრობლემებზე, ეს ავტომატურად გულისხმობს სხვა მეურნეობებში არსებულ პრობლემებზე, ვინაიდან რადგან ერთი მიმართულება და ასე თუ ისე მაინც ერთი და იგივე პრობლემებს ვაწყდებით გლობალურ მასშტაბებში თუ გადავიყვანთ ამ ყველაფერს. ასე რომ თუ მსგავსი ასოციაციების და იქნება ფერმერების მიერ მართული და ფერმერების საჭიროებებზე მორგებული, ბევრად მარტივი და ადვილი ამ პრობლემების მოგვარება, შეიძლება ითქვას, რომ ფერმერობა კაბინეტში არ გადაწყდება, ფერმერის საჭიროება კაბინეტებიდან ელემენტარულად არ ჩანს და ამიტომ ჩვენი ასოციაცია ზუსტად ამიტომ არის ძალიან საინტერესო და საინტერესო, რომ ფერმერები ღიად ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რაც ჩვენს მეურნეობებში არის ამ დროისათვის. ძალიან დიდი მადლობა, მინდა წარმატებები გისურვოთ მომდევნო 2026 წელი უფრო მეტად ნაყოფიერი ყოფილიყო სამივე დარგისთვის და ასევე ორგანიზაციული განვითარებისთვის. მადლობა თქვენ რომ დაინტერესდით ჩვენი შეხვედრით და იმედი მაქვს რომ მომავალში უფრო დიდი შეხვედრები გვექნება, ვინაიდან და რადგანაც დარწმუნებული ასოციაციის მკვეთრი ზრდა გარდაუვალია, იმიტომ რომ დღეს ასოციაციას ყავს ბევრი ნიჭიერი და მოაზროვნე ფერმერი. მადლობა. მადლობა თქვენ. მოგესალმებით, ქალბატონო ნორა, ძალიან მიხარია, რომ დღეს ფერმერთა ასოციაცია საერთო კრებას ვესწრებოდი. თქვენ წარმოადგენთ მეცხოველობის დარგს, როგორც შეხვედრაზე აღმოვაჩინეთ, შეაჯამეთ მეცხოველობის დარგის მიმართულებით, რა გამოწვევები გქონდათ და ასევე რა წარმატებები 2025 წელს. ასევე საინტერესო იყო ჩემთვის, რომ თქვენ ისაუბრეთ ტენილი ყველის წარმოების მიმართულებით, აღნიშნეთ, რომ უკვე წლებია ფერმერთა ასოციაცია ერთობისა და საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია ახალციხის ოფისის მხარდაჭერით მუშაობს. მინდა ჩემს მსმენელებს და მაყურებლებს უთხრა, რომ ტენილი ყველი ეს არის მესხეთის ტრადიციული წარმოება ყველის მიმართულებით, რომელიც არის მისი მარგალიტი, წლების განმავლობაში უკვე თითქოს და დავიწყებას მიეცა, მაგრამ თავად ქალბატონი ნორა გაგვიზიარებს, რას ნიშნავს, როდესაც ამ ტრადიციას აცოცხლებ, მის პოპულარიზაციას ახდენთ და უკვე უახლოეს მომავალში როგორც მწარმოებელთა ასოციაცია უნდა დარეგისტრირდეთ. მოგესალმებით, ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ პროექტის მონაწილე. 5 წლის წინ დაიწყო ჩვენი მუშაობა ტენილი ყველის დაცვასთან დაკავშირებით და გვერდში გვიდგას ახალციხის კავკასიური რძე ახალციხის ოფისი, GBDC-ის ტექნიკოსთა ჯგუფი. საკმაოდ დიდი გზა გაიარა ჩვენმა გუნდმა მუშაობისა. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელ პირობებში დღემდე მოვედით საკმაოდ დიდი შრომის შედეგად და იმ ეტაპზე ვართ უკვე, რომ უნდა დარეგისტრირდეს ჩვენი ასოციაცია, ჩამოვყალიბდით, ავირჩიეთ გამგეობა და გვყავს ხელმძღვანელი, უკვე უახლოეს მომავალში მიიღებს ჩვენი ასოციაცია იურიდიულ სტატუსს, აგრეთვე მოგვიწია სპეციფიკაციებზე მუშაობა ექსპერტთან, შვეიცარიელ ექსპერტთან ერთად, დავამთავრეთ სპეციფიკაციებზეც მუშაობა და უახლოეს მომავალში მზად არის დოკუმენტი გადაეცეს სახპატენტს განსახილველად.
ასევე ტექნოლოგიურად ალბათ რთულია ტენილი ყველის დამზადება, იმიტომ რომ მე სხვადასხვა თქვენი ვიდეოები მაქვს ნანახი, სადაც აი არ ვიცი, დიდი შრომა გჭირდებათ იმისთვის, რომ საბოლოო პროდუქტმა თავისი სახე მიიღოს და არ ვიცი, მაყურებლები რამდენად ხედავენ ბანერზე. აი აქ არის ტენილი ყველი და ტრადიციულად ის აი აქ ქოთანში თავსდება თითოეული ეს ძაფი იმისთვის რომ ამ სტრუქტურამდე მივიდეს ფერმერს ალბათ რა ვიცი რამდენი გადატრიალება ჭირდება ამ დელამოსი რომ საბოლოო პროდუქტი მიიღოს და მას რა თქმა უნდა მომზადებისთვის თავისი ვადაც გააჩნია იმისთვის რომ ჩაითვალოს რომ ეს უკვე მზად არის რომ გავიდეს სუფრაზე. აი ამაზე რომ მცირედი თქვენი გამოცდილება გაგვიზიაროთ, იმიტომ რომ ნაკლებად იციან ალბათ აქ მაცხოვრებლებმაც რამხელა შრომასდებ და ნაკლებად აქვს წარმოდგენა ტენილი ყველი რა არის. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის, ყველი არ არის ცნობადი, თუნდაც ჩვენი ქვეყნის მასშტაბით თავისი სპეციფიურობით გამოირჩევა. დამზადების პროცესი არის ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო და სახალისო და ზუსტად ამას ვცდილობთ ჩვენ, რომ დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა, დავიცვათ ტენილი ყველი ფალსიფიცირებისაგან, იმიტომ რომ დღევანდელ პირობებში ხდება ინდუსტრიულ წარმოებაში ყველის წარმოება და ამ ყველს ეძახიან ტენილს და ზუსტად ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დაგვეცვა და აღგვედგინა ძველი რეცეპტი, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის აგრეთვე ფერმერთა ჯგუფს, რომელიც დაკომპლექტებულია უხნესი ადამიანებითაც და მათი გამოცდილება დაგვეხმარა იმაში, რომ შეგვექმნა ამ ყველის ისტორია და გაგვეცოცხლებინა. და ასევე საინტერესო იქნება, რომ უპრეცედენტოდ მართალი არსებობს გეოგრაფიული აღნიშვნა ტენილი ყველის რო არის სწორედ მესხური ტრადიციული, მაგრამ აი სპეციფიკაციის დოკუმენტი რაც ახსენეთ, მას უკვე მიენიჭება ადგილწარმოშობის ნიშანი. რამდენად სწორად ვფლობ ამ ინფორმაციას? დიახ, სწორად ვფლობთ ინფორმაციას. მოგვიწია ამაზე ექსპერტთან მუშაობა, რომ ზუსტად დაგველაგებინა სპეციფიკაციები და რაიმე შეცდომა არ დაგვეშვა. არ მეგონა თუ ამდენ სირთულეს წავაწყდებოდით რეცეპტის დადგენა, იმიტომ რომ ეს არ გახლავთ ისეთი რეცეპტი, რომელიც დაწერილია და მივიღებდით თქვათ მემკვიდრეობით, ძალიან ბევრი ინფორმაციის მოძიება მოგვიწია. ამაში დაგვეხმარნენ უხნესი ადამიანები, მემატიანენი ალბათ ამ ყველის ისტორიისა და მადლობა მინდა გადაუხადო მათაც, იმიტომ რომ დღეს ერთ-ერთი მათგანი 80 წლის ქალბატონით ჩვენი წევრიც კი გახდა და არ ვიცი, ერთად ვქმნით ამ ყველის ისტორიას. მინდა წარმატებები გისურვოთ, ძალიან მიხარია რომ ახლოდან გაგიცანით. თქვენ ასევე ახსენეთ, რომ უკვე სხვა ევროპული დაძველებით ყველის დამზადების ტექნოლოგიის შესწავლასაც იწყებთ ჯგუფში, ვინც ხართ ტენილის მიმართულებით და ასევე თქვენც აწარმოებთ და ალბათ სამომავლოდ მე ჩემს მაყურებელს დავუპირდები, რომ მიმდინარე წელს თუ არა, მომდევნო წელს აუცილებლად სიუჟეტის სახით შევთავაზებ, თუ როგორ ხდება უშუალოდ ტენილი ყველის წარმოება, იმიტომ რომ მიმდინარე წელს უკვე ეს სეზონი დამთავრებულია, იმიტომ რომ ისი წარმოება დაახლოებით ივლისის ბოლოდან აგვისტო-სექტემბრის პერიოდი, ამიტომ აი სამომავლოდ გპირდებით, რომ აუცილებლად შემოგთავაზებთ ქალბატონ ნორასთან ერთად და სხვა მწარმოებელ ტენილის ფერმერებთან ერთად, თუ როგორ მზადდება ტენილი და ასევე თქვენს მეურნეობასაც გავიცნობ უფრო ახლოდან. მადლობა და წარმატებები. მადლობა თქვენ. იმიტომ რომ ჩვენ ყველს სჭირდება პოპულარიზაცია, უნდა გაიგოს მომხმარებლებმა რა არის ნამდვილი ტენილი. მადლობა. ანტონ, მოგესალმები. მიხარია, რომ ფერმერთა ასოციაცია ერთობა საერთო კრებაზე მომეც საშუალება რომ დავსწრებოდი. ასევე როგორც ვიცი, ფერმერთა ასოციაცია ერთობა თავდაპირველად მეცხოველების დარგის მიმართულებით ჩამოყალიბდა, თუმცა დღეს უკვე 2025 წლიდან კარტოფილის მწარმოებელ ფერმერებსაც აერთიანებს და შენ საკმაოდ 8 წლმოსილი ასოციაციის წევრი ხარ. შენი მოსაზრებით რას ნიშნავს იყო ასოციაციის წევრი და რამდენად მნიშვნელოვანია რომ კარტოფილის წარმოების მიმართულებითაც ფერმერებს მოგეცათ საშუალება რომ რაღაცა ერთ ორგანიზაციაში გაერთიანებულიყავით და საერთო საჭიროებების ირგვლივ გეთანამშრომლოთ. პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა მოგზაურობისათვის. ასოციაცია ერთობის წევრი ვარ მისი დაარსების დღიდან დღევანდელ დღემდე. თავიდან ვიყავით მეცხოველეობის განვითარების კუთხით, რაც საკმაოდ დიდ შედეგზე გავოდით და შემდგომში ჩავთვალეთ, რომ ყოფილიყო სხვა დარგებიც, რომელიც რეგიონის მასშტაბით არის პრიორიტეტული, შემოგვიერთებინა და გაგვეძლიერებინა, ასე ვთქვათ. 2025 წლიდან ჩამოვაყალიბეთ მეკარტოფილეთა ასოციაციაში მეკარტოფილეთა მიმართულება, რომელსაც საწყის ეტაპზე საკმაოდ წარმატებული წელი ქონა, ასე ჩავთვლი მე. გვაპირებთ, რომ შემდგომში 2026 და სამომავლო წლებში უფრო გავფართოვდეთ, მეტი წევრი მივიღოთ, სამომავლოდ საერთო შესყიდვებზე და
ანუ ფინანსური კუთხითაც წინ წავალთ, ისე როგორც მესაქონლეობის კუთხით იყო და რა ვიცი, ფიქრობ, რომ უკეთესი იქნება თუ კიდე სხვა დარგების ირგვლივ გავერთიანდებით. და ასე ალბათ საინტერესო იქნება მეცხოველეობის დარგის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ასოციაცია მუშაობს ხარისხისა და ასევე ჰიგიენის მიმართულებით, ხარისხის გაუმჯობესებაზე. რამდენად პრიორიტეტულია თუნდაც კარტოფილის წარმოების მიმართულებით, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად ბაზარზე მოთხოვნადი კრიტერიუმების მიხედვით აწარმოოთ თქვენი პროდუქცია და მეტად უფრო ხარისხიანი იყოს. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობა მომხმარებელი ძირითადად გადავიდა ეკოლოგიურად სუფთა ბიოწარმოებაზე და ბიოწარმოებით მიღებული პროდუქციის რეალიზაცია უფრო ადვილი იქნება და მაღალღირებულია, ვიდრე სასუქებით, პესტიციდებით და ჰერბიციდებით გაჯერებულები. თვლით, რომ ნელა-ნელა უნდა გადავიდეთ ყველანი იმ მიმართულებით, რომ მივაწოდოთ მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. მადლობა თქვენ. გამარჯობა ბატონო ცეზარ, მოხარული ვარ რომ შეგხვდით ასოციაციის საერთო კრებაზე, როგორც ვიცი თქვენ ხართ მეფუტკრეობის დარგის მიმართულებით ასოციაციაში ვიცე-პრეზიდენტი და ასევე პრეზიდენტი ამ მიმართულების. საინტერესოა თქვენი მოსაზრების გაზიარება, რას ნიშნავს, როდესაც ასოციაციაში გეძლევათ მეფუტკრეობის დარგს, ესე გაერთიანება, იმიტომ რომ 2025 წლიდან გახდა ასოციაციის მიმართულება მეფუტკრეობის დარგი. რა როლი აქვს თქვენი აზრით და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მეფუტკრეებს გაქვთ საშუალება თუნდაც ესე საერთო კრებაზე მოგწამდეთ. გაგიმარჯოთ. ეხლა რაც თავარია, ჩვენთვის არ არის ეს ახალი, იმიტომ რომ ერთი დაახლოებით 2 წელზე მეტი ვართ კანდიდატები. ასე რომ კარგად აქვს შესწავლილი ასოციაციის, ერთობის მუშაობა და ამიტომაც ვართ შემორჩით აქამდე და კი არ შემორჩით და პირიქით უფრო ვაფართოებთ. ეხლა ჩვენი ნომერი პირველი ამოცანა, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდები მოვიზიდოთ. იმისათვის, რომ აი ესე მცირე რიცხოვანად მიმაჩნია, როცა ჩვენ რეგიონში არის დაახლოებით 150 მეფუტკრე და აქ ვართ ერთობაში მხოლოდ 28. ძალიან ცოტაა, ძალიან მცირეა. და ნომერ პირველი კიდევ რაც მეფუტკრეებისთვის განსაკუთრებულია, აი ერთ-ერთი საშუალება, სადაც შეგიძლია ცოდნა მიიღო, განიმტკიცო შენი ცოდნა და აი ძალიან ბევრ გამოწვევებზე უპასუხო. და აქეთ პირიქით დახმარება და აგერ 25 წელში მიმდინარე წელს აღნიშნავ, რომ აი განსაკუთრებული იყო მეფუტკრე ტექნიკოსის შემოსვლა სექტემბრის თვიდან, რომელმაც აი გარკვეულად ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენ მუშაობაში. დღეს ასევე სამუშაო პროცესი გქონდათ, როგორც ვიცი, 2026 წლის თქვენ სამოვალო საქმიანობებზე იმსჯელეთ და გარკვეულ საკითხებზე შეჯერდით. რა მოლოდინები გაქვთ მომდევნო წელი როგორი იქნება მეფუტკრეობაში ასოციაციასთან თანამშრომლობით? ეხლა მიუხედავად იმისა, რომ აი მეფუტკრეების დიდი ნაწილი, მე შეიძლება დიდი სტაჟი არ ქონდეს, ეხლა 15 წელია, მაგრამ აი ძალიან რომ არიან, თქვათ 20 და 25 წლის მეფუტკრეები და ცოტა მეტიც არიან, აი წარმოვიდგინეთ, რომ ამ ერთობამ ძალიან ბევრი რამე ასწავლა. აი რა, მე პირველად აი რამდენიმე წლის წინათ კი დაგვებადა აზრი, მაგალითად მჟაუნჟავის გამოყენება, ჭიანჭველმჟავის, მაგრამ ეს ვერ განვახორციელეთ. აი განვახორციელეთ კიდევ ერთხელ ვამბობ, აი სწორედ ერთობის დახმარებით და აი ელემენტარული დათვალიერებით, რაც მაგალითად ჩვენ საფუტკრეებში მოხდა. გამოვიყენეთ, რომელსაც აი უკვე ურჩევთ მეზობელ მეფუტკრეებს, ჭიანჭველმჟავა და შევიძინეთ ძალიან ბევრმა უკვე მეფუტკრემ სულვინატორები და ვაკეთებთ აი მართლაც როგორ იცი, აი ბიოს ვერ დავარქვევ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი სუფთა თაფლი თუ გინდა მივიღოთ, მხოლოდ გადავედით მხოლოდ და მხოლოდ ჭიანჭველმჟავასა და მჟაუნჟავაზე. ეს ნომერ პირველია დღეს. და ვფიქრობ, რომ აი ეს ერთობის და ჩვენი ასოციაციის დიდი დამსახურებაა. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. წარმატებები თქვენ. მადლობა.
მოგესალმებით ბატონო ზურა, მადლობა რომ დღეს მქონდა საშუალება ასოციაცია ერთობის საერთო კრებაზე ვყოფილიყავი. ასევე ჩვენ მაყურებლებს შევახსენებ, რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მქონდა ინტერვიუ, სადაც ვისაუბრეთ უშუალოდ ახალგაზრდების გადამზადების პროგრამაზე. მეტნაკლებად ჩვენმა მსმენელებმა იციან თქვენი თანამშრომლობა, როგორც ასოციაციასთან, ასევე ფრანკ ფერმერთა ორგანიზაციასთან, როგორც არის ფერტი. და ახლა უბრალოდ უშუალოდ რო გითხრათ, რა როლი აქვს ზოგადად ტექნიკურ ჯგუფს ასოციაციასთან დაკავშირებით და ასევე ასოციაციის საერთო კრების ჩატარებას ყოველწლიურად. მოგესალმებით ნანა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მსმენელებს. ჩვენ როგორც ტექნიკური ჯგუფი GBDC ვეხმარებით ფერმერთა ასოციაცია ერთობის წევრებს იმაში, რომ განავითარონ თავიანთი მეურნეობები. ეს გულისხმობს იმას, რომ მათ განავითარონ თავიანთი წარმოებული პროდუქციის რაოდენობა, ხარისხი გაზარდონ. და ასევე ვეხმარებით იმაში, რომ თავად ასოციაციამ, როგორც ორგანიზაციულმა გაერთიანებამ, მისი როლი გაზარდოს დარგის განვითარებაში და ორგანიზაციის განვითარებაში უწყოთ ხელს ასევე. ასევე დღეს სამუშაო პროცესი ჰქონდა ასოციაცია ერთობას, უშუალოდ მოახდინეს თავისი საჭიროებების იდენტიფიცირება დარგების მიხედვით და მომდევნო 2026 წლის საქმიანობების დაგეგმარება. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ როცა ვსაუბრობ ფერმერთა ასოციაციაზე, ესეთი სტილით მოხდეს მათი საქმიანობების განსაზღვრა. დიახ, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ როგორც ტექნიკური ჯგუფი ექსკლუზიურ თანამშრომლობაში ვართ ასოციაციასთან, მის წევრებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ტექნიკურმა ჯგუფმა ვიცოდეთ ფერმერთა საჭიროებები, მათი პრობლემები, რადგან შემდეგ ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე და მათ სურვილებზე. აქედან გამომდინარე, დღევანდელ დღეს ჩვენ როგორც ერთობლივი შეხვედრა გქონდა ასოციაციის ყველა წევრთან და გქონდა ზოგადად ერთის მხრივ შეჯამება განხორციელებული აქტივობების და წლის მიმდინარეობის, ასევე ჩვენ მეორე ნაწილში დავუსვით ფერმერთა ჯგუფებს კითხვა, თუ რა ჭირდებათ, რაზე ჭირდებათ, რომ იმუშაოს ტექნიკურმა ჯგუფმა, რა პრობლემები აქვთ, რა სირთულეები აქვთ, რა უნდათ რომ შეცვალონ თავიანთი მეურნეობებში და შესაბამისად ჩვენ გქონდეს ერთგვარი სამოქმედო სტრატეგია, რა უნდა გავაკეთოთ მომავალ წელს ფერმერთა ასოციაციის წევრების დასახმარებლად. ძალიან დიდი მადლობა, მინდა წარმატებები გისურვოთ, როგორც თქვენს ორგანიზაციას, ასევე ფერმერთა ასოციაციას. აღმოვაჩინე არაერთი საინტერესო ფერმერი და სამომავლოდ ვაპირებ, რომ მათ გარკვეული სიუჟეტები გავაკეთო. განსაკუთრებით ჩემთვის აღმოჩენა იყო ტენილის მწარმოებელთა ჯგუფი და ის, რომ უკვე ასოციაცია დაპირები რომ დარეგისტრირდნენ, მინდა მათაც წარმატებები უსურვო და ალბათ სამომავლოდ კიდე შევხვდებით. მადლობა თქვენს წარმატებებით თქვენ საქმიანობაში. მადლობა. გადაცემა მომზადებულია ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ, პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლიბიის საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადევნეთ ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ილუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე.